მივესალმები რადიო მსმენელებს და ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენს კითხვებს უპასუხებს გიორგი კობერიძე, პოლიტოლოგი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს თქვენი აზრი. 22 დღე არის, რაც პროტესტი მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე და არა მარტო რუსთაველის გამზირზე. სხვადასხვა ქალაქებშიც ვხედავთ ბატონ გიორგი პროტესტს. იცით რა მაინტერესებს, რა ეტაპს გადის მიმდინარე პროტესტი და ზოგადად ქვეყანა რა ეტაპს გადის თქვენი დაკვირვებით და შეფასებით. ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს ის, დგას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ლეგიტიმაციაზე. თუ კი სახალხო ლეგიტიმაცია რეჟიმს არ გააჩნია, ის რეჟიმი რეალურად არის არალეგიტიმური. არალეგიტიმური რეჟიმების მდგრადობა და მისი ფუნქციონირება, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ასპარეზზე არის, როგორც მინიმუმ შეზღუდული. და ისინი ვერ წარმოადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე იმ ქვეყანას, რომლის წარდგენასაც ისინი ცდილობენ. შესაბამისად, დღეს რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, არის რეჟიმის დელეგიტიმაციის პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს თავად რეჟიმის დამსახურება. რეჟიმის დამსახურება, იმიტომ რომ ყველა კითხვას პასუხი ნამდვილად არ გაეცა და ყველა ეჭვს პასუხი ნამდვილად არ გაეცა არჩევნებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ იყო, მაგრამ საბოლოო და ბოლო წერტილი რეალურად მოხდა მაშინ, როდესაც ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გახდა გაცხადებული, ეს თქვა, გზავნილება. და ეს გაცხადებული გზავნილი შემთხვევითი არ არის, ხო? რეალურად ჩვენ რო შევხედოთ დინამიკას ამ ბოლო 1 წლის მიმდინარე პროცესების, აღმოჩნდეთ, რომ ხელისუფლება ნაბიჯ ცდილობდა აღნიშნული, ესე თქვა, ამ საბოლოო წერტილამდე მისვლას. იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიხილეთ, როგორ მოხდა რუსული კანონის შემოტანა, როგორი ძალადობრივი მეთოდები იყო მაშინაც გამოყენებული. შემდეგ გვახსოვს, როგორ მოხდა ქვეყანაში არჩევნების ჩატარება, როგორი ბევრი ეჭვი იყო, ბევრი კითხვა იყო, ბევრი პროცესუალური, ესე თქვა, დარღვევის შესახებ იყო გაცხადებული და ეჭვი გამოთქმული. ამასთანავე ყველაზე მნიშვნელოვანი ამის შემდეგ მოხდა ის, რომ სახელმწიფო ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორც იყო პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელი გახდა და გახლავთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე, ზოგადად ქვეყნის სახეს წარმოადგენს, ხო, პრეზიდენტი. მისი ამ ინსტიტუტის უკიდურესი დამცირების მცდელობა იყო საქართველოს, ესე ვთქვათ, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ დღეს ეს ხელისუფლება რამდენად ლეგიტიმურია, საეჭვოა და ამიტომაც არ ვახსენებ როგორც მოქმედ ხელისუფლებას და ამასთანავე ეს ყველაფერი შეგახსენებთ და დაემთხვა იმ პროცესსაც, როდესაც ესე ვთქვათ, საგამოსტო პროცესიდან ამოღებული იქნა ისეთი თავები, ისეთი ნაწილები, რომელიც ეხებოდა ქვეყნის იმ ძალიან მძიმე ისტორიულ ეპიზოდებს, რომელიც რუსეთთან მიმართებით იყო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას გამოხატავდა, ხო, იგივე ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული მოვლენები თუ იგივე, ასე ვთქვათ, აჯანყებები რუსეთის იმპერიისა თუ საბჭოთა, ასე ვთქვათ, კავშირის წინააღმდეგ. ამიტომაც ეს პროცესები არ არის ვიმეორებ ერთ დღეში, ესე ვთქვათ, დაწყებული ერთ დღეში წარმართული. ეს არის ხანგრძლივი პროცესი საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ კონსტიტუციაშია გაწერილი და არა მარტო წარმოადგენს მნიშვნელოვან კონსტიტუციურ მუხლებს, არამედ ეს არის რეალური სახალხო ნება, ხო? სწორედ ამას მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ მხოლოდ დოკუმენტებზე ვისაუბრებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ მის ლეგალურ ხასიათზე ვისაუბრებთ, ვიტყვი რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ არალეგიტიმური, არამედ ლეგალურადაც პრობლემურია, ხო? მოქმედი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური ძალისათვის, მთავარი პოლიტიკური ძალისათვის ქართულ ოცნებაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ამასთანავე ეს არის არალეგიტიმური, იმიტომ რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას გააზრებული აქვს, რომ მას სურს საქართველოს იხილოს ძლიერი ეკონომიკურად, დამოუკიდებელი, ესე ვთქვათ, რუსეთისაგან და რაც ყველაზე მთავარია, სუვერენული. და თუ კი რუსეთთან დარჩები მარტო და თუ კი საქართველოს დარჩება რუსეთთან მარტო, მას ყველანაირი სუვერენიტეტის შესახებ, ყველანაირი მომავალი შესახებ შეიძლება დაეკარგოს აზრი. და მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დაუშვათ დასავლეთში პრობლემები არ არის, ხო, დასავლეთის თავის გამოწვევები არ აქვს. რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ყველა ალტერნატივა ნიშნავს, რომ საქართველოს რჩება მარტო რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და მათ მიერ შექმნილ ისეთ ავტოკრატიულ ღერსთან, რომელიც არც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და არც ადამიანის უფლებებს არ აღიარებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და არავის არ აქვს უფლება ადამიანის უფლებები მოიხსენიოს ქილიკით, დაცინვით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ადამიანის უფლება არის რეალურად ის, რომ იარსებობს, კონდეს თავისუფლება, გადაადგილება, აზრი გამოხატოს, კერძო საკუთრება კონდეს. და თუ ეს ყველაფერი დაირღვა, თუ ეს ყველაფერი გაუქმდა, თუ ეს ყველაფერი შეიზღუდა, ხო, რასაც ჩვენ ვხედავთ ირანში, ჩინეთში, რუსეთში, მაშინ რეალურად ჩვენ სახელმწიფო და ხალხი აღარ გვეყოლება, ხო? ეს იქნება დაჩანაკებული წელში გატეხილი ქვეყანაში, ესე ვთქვათ, მოსახლეობა, რომელსაც არ გააჩნია მომავალი და
მე ნებისმიერ მსმენელს, ნებისმიერ მოყოლებელს შევახსენებ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამისთვის იდგა და ამისთვის ებრძოდა საბჭოთა კავშირს. თორე საბჭოთა კავშირს იმიტომ კი არ ებრძოდა, რომ დაუშვათ ეკონომიკურად რაღაცები პრობლემური ქონდა საბჭოთა კავშირს. კი, პრობლემური ქონდა და ამიტომაც ებრძოდა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ თავარი მიზეზი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხო? და შენ თუ თავისუფლებას დათმობ, იმიტომ რომ მოდი ვიღაცამ ჩინური საჭმლის ესე თქვა გამოგკვებონ, ან რუსული საჭმლის გამოგკვებონ, რომელიც თან შენ ტერიტორიულ მთლიანობასაც არ აღიარებს. ეგ ნიშნავს, რომ შენივე ხელით ჯდები გალიაში, შენივე ხელით ჯდები ციხეში, რომელშიც სხვათა შორის კარგად აჭმევენ. და თუ ციხეში ჩაჯდომა გვინდა, მაშინ როგორც სახელმწიფოზე და მოსახლეობას, მაშინ ესე იგი მთელი ამ ბრძოლას, მთელი ამ თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლებს, რომლებიც არაერთი იყო ბოლოს უახლეს ისტორიაში საქართველოს. მაშინ გამოიწვია ფუჭად ჩაულია და აი ეს ძალიან საინტერესო ასპექტია, რომ როდესაც ვიღაცები იხსენებენ ნაციონალიზმსა და კონსერვატიზმს, შევახსენებ, რომ ნამდვილი ნაციონალური ნება და ნაციონალიზმის ნამდვილი გამოვლინება არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთთან და ჩინეთზე მაქვს საუბარი, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა. რასაც ფსევდონაციონალისტები აკეთებენ დღეს, თორე ნამდვილი ნაციონალისტები დღეს სწორედ ისინი არიან, რომელსაც საკუთარი ქვეყნის სწორედაც თავისუფლება, ძლიერება და ერთიანობა სურთ. ბატონო გიორგი, თქვენ საუბარში აღნიშნეთ ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ბუნებრივია, მე აქვე გამახსენდა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადება, მე ციტირებას მოვახდენ, რადიო მსმენელსაც მინდა და ჩვენს მაყურებელს შევახსენო, თუ ქართული ოცნება გაიმარჯვებს, საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც იყო აღნიშნული ამ განცხადებაში. მე რა თქმა უნდა საგარეო ფაქტორებზე და საგარეო მიმართულებაზე აუცილებლად ოდნავ მოგვიანებით მექნება თქვენთან კითხვა, უბრალოდ მანამდე მაინტერესებს ბატონო გიორგი, აი ნახეთ რა მაინტერესებს და რა კითხვა მინდა დაგისვათ. 28 ნოემბრამდე არსებული საპროტესტო მუხტი ბუნებრივია ჩვენ ვაკვირდებოდით და იყო საკმაოდ შემცირებული და თითქოს და ხელისუფლებას ჰქონდა გადალახული არჩევნების შემდგომ არსებული პროტესტი, ხო? ვინაიდან მე აქ გულისხმობ პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო ფუნქციონირება და მუშაობა. შემდეგ კეთება 28 ნოემბერს ის განცხადება, რომლის შედეგადაც ჩვენ ვნახეთ და დღესაც ვხედავთ საპროტესტო მუხტი არის ძალიან მაღალი და მიმდინარეობს დღემდე. გვითხრით, რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამ ტიპის განცხადების გაკეთება, როდესაც მისთვის კრიზისული მდგომარეობა გადალახული ჰქონდა? ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დიდი ხანია სურდა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს დინამიკა, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო, ამას მიუთითებდა, უბრალოდ მან ჩათვალა, რომ პოლიტიკური ნიჰილიზმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში არჩევნების შემდგომ დადგა და პოლიტიკური შიხი, რომელიც არჩევნების შემდგომ დადგა, მან ჩათვალა, რომ ეს იყო სრული კარტ ბლანში მისთვის. ანუ რასაც უნდა იმას გააკეთებდა. ჩათვალა, რომ აი ახლა იყო სწორედ ის დრო, როდესაც მას უნდა გაეჩერებინა ევროპასთან ურთიერთობა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, ანუ ღიად შეგვიძლია ვთქვათ, სხვა შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური სუიციდია. ყველა ლოგიკით პოლიტიკური სუიციდია ნებისმიერი, ესე ვთქვათ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ რეჟიმისათვის. მაგრამ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს სწორედ იმ დროს, როდესაც ჩათვალეს, რომ ამაზე მეტი პოლიტიკური ნიჰილიზმი საზოგადოებაში აღარ იქნებოდა, თორე მათ რომ ამის ესე ვთქვათ, ამის ნიშნები უფრო ადრე ქონოდათ, ან მომავალში ქონოდათ, ისინი ამ ნაბიჯს მაშინ გადადგამდნენ. და ამიტომაც ახლა არის მართლაც ხალხგანყოფი. თუ კი გადააგორებენ ისინი ამ პროცესს ისე რომ საქართველოს ჩამოშორდა ევროპას, საქართველოსში მივიღებ ჩვენ არა მხოლოდ მართლაც პრორუსულ, არამედ პროჩინულ რეჟიმსაც, რომელიც შეგახსენებთ, რომ ჩინეთი სადაც შევიდა, არც ერთ სახელმწიფოში არ შეიტანა აყვავება, არამედ ყველა სახელმწიფოში შეიტანა ვალი და უზარმაზარი დამოკიდებულება ჩინეთზე, რომელსაც რა თქმა უნდა სახელმწიფოები ვერ იხდიან და ვერ გადახდილი კრედიტების გამო ის მოსახლეობა და ეს სახელმწიფო უკიდურესად ღარიბდება და შემდეგ მიდის პოლიტიკურ და სამხედრო დათმობებზე ჩინეთთან და მის მოკავშირეებთან მიმართებით. ამიტომაც ეს არის არ მხოლოდ პოლიტიკური სუიციდი, როგორც ჩვენ აღნიშნოთ, უბრალოდ არა მარტო პოლიტიკური პარტიებისათვის, არამედ ეს არის სახელმწიფოსათვის უზარმაზარი პოტენციური დარტყმის მიყენება. და შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპზე საუბრობენ ძალიან ბევრს და სხვათა შორის ღიმლის მომურველი ეგ ამბავი, იმიტომ რომ დონალდ ტრამპს გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩინური ღერძის შეჩერება. ამიტომაც თუ კი საქართველო აღმოჩნდა ჩინურ ღერძში,
ეს იქნება საქართველოს ესე ვთქვათ ღია კონფრონტაცია დასავლურ და ღია კონფრონტაცია უშუალოდ ამერიკულ ინტერესებთან და მე მინდა ეს ხამასაც ხაზს გავუსვა რომ რაც უფრო შორს ხარ შენ დასავლეთისაგან და რაც უფრო კონფრონტირებული ხარ დასავლეთთან ესე იგი მით უფრო მეტად ეტმასნები და მით უფრო მეტად ეკვრები რუსეთს და მით უფრო მეტად ეკვრები ჩინეთს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველა სახელმწიფო ეს იქნება შრი-ლანკა თუ ეს იქნება პაკისტანი ამის ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს ქვეყნები რომლებიც მიეტმასნენ ჩინეთს პრაქტიკულად მათი ეკონომიკა მათი სოციალური სივრცე, მათი პოლიტიკური გამჭირვალობა, მათი თავისუფლება რეალურად სწორედ ჩინეთთან მიკუთვნებულობას და მიწებებასთან ერთად დაიღუპა და შეგახსენებთ რომ ჩინეთი ეს ის სახელმწიფოა რომლის თავარი წამყვანი და თავარი მხარდამჭერი ძალა არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ რუსეთი და სწორედაც რუსეთს მოიხმარს ანუ რუსეთს იხმარს ის საკუთარი გაძლიერებისათვის და ერთსაც გავიხსენებ რომ სწორედაც უკრაინაში წარმოებული ომის პერიოდში რასაც ახლა რუსეთი აწარმოებს ამ ომის შედეგად თუ იმე მისარგებლა სწორედაც ჩინეთმა რომელიც რუსულ რესურსებს მოიხმარს ძალიან ბევრს და დასავლეთის გამოფიტვასთან ერთად ის ძლიერდება ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ჩინეთი მომავალში გეგმავს ძალიან სერიოზულ აგრესიულ სამხედრო პოლიტიკურ ეკონომიკურ კამპანიებს და ის ყველა ძალას დაიხმარს რომელიც მას აქვს მათ შორის რა თქმა უნდა ის ამ ინტერესებში დაიხმარს თუ გამოსადეგი იქნება და გეოპოლიტიკურად თუ შევხედოთ უკიდურესად გამოსადეგი იქნება საქართველოსაც ამიტომაც ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას და სწორედ აი ამას მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს არ გახლავთ დროებითი ეს არ გახლავთ მხოლოდ დღევანდელი რა ეს არის საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული უსაფრთხოების დილემა იმიტომ რომ შეგახსენებთ ირანი და რუსეთი ჩვენ უკიდურეს უახლოეს სამეზობლოში მდებარეობს და ორივე მათგანი ორივე სახელმწიფო არის პირდაპირ ბმაში სწორედაც ჩინეთთან და ჩინურ ინტერესებთან რომლებიც შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც უკიდურესად აგრესიული და უკიდურესად ხისტი ღერძი საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. კი ბატონო, შემდეგი კითხვა ბატონო გიორგი, ნახეთ სამ პროცესს ვადევნებთ ჩვენ ახლა თვალყურს, ეს არის პირველი საპროტესტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, მე როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რუსთაველის გამზირზე და სხვადასხვა ქალაქებში. მეორე პროტესტი, ეს არის ხელისუფლებას თავისი პროცესი და დღის წესრიგი აქვს, აქ მაქვს საუბარი, პარლამენტის ფუნქციონირება, არ ვეხები თუ რა კანონებს და შინაარსში არ შევდივარ, მაგრამ ხებულობს საკანონმდებლო ორგანო კანონებს სხვადასხვას და მესამე პროცესი ეს არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კაცრი განცხადებები და შესაბამისად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მთელი ამ 22 დღის განმავლობაში ამ სამივე პროცესს ვადევნებთ თვალყურს და ბრჭყალებში თანაცხოვრობს ეს პროცესი სამივე ერთდროულად. აი გითხარით, სად არის ის მიჯნა, როდესაც შეიძლება რომელიმე პროცესმა დანარჩენ სხვა პროცესებზე მოახდინოს გავლენა. მოგახსენებთ, თავარი აქ ამ საკითხში არის ალბათ სახელმწიფოს მიტაცების პროცესი. State capture არის ინგლისური სიტყვა, რომელიც გამოხატავს იმ ავტოკრატიული ან არადემოკრატიული ძალის, როგორც ასეთი, მცდელობას სახელმწიფოს ინსტიტუტები დაიქვემდებაროს მის პერსონალურ ან მის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკუთარი ინტერესები გვერდზე გადადო და წინ წამოწია ან პარტიული, ან კიდევ უარესი რამდენიმე ადამიანის კერძო ინტერესი. და დღევანდელ რეალობაში რა ხდება, ხო როგორ შევაფასოთ. დღეს საქართველოში იქნება ისეთი სივრცე და ისეთი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, დოგმატი, სადაც პასუხისმგებლობის ვერტიკალი აღარ არსებობს. ანუ პარლამენტს არ აქვს იმის განცდა, რომ ის ხალხს წარმოადგენს. პრემიერს არ აქვს იმის განცდა, რომ ის ანგარიშვალდებული არის სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებით. ანუ ეს ვერტიკალი შეიქმნა ისე, რომ თითქოს ერთი კაცის ერთი ადამიანის ინტერესებს არის მორგებული ყველაფერი და ყველა ეს იქნება პარლამენტარი, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი თუ სახელმწიფოს ესე ვთქვათ ხელისუფლებას წარმომადგენლები, რომლებიც მას ყავს, თითქოს ყველა მათგანი არის ესე ვთქვათ დაქვემდებარებული, დამორჩილებული და იმ ინტერესების გამტარებელი, რაც შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს. მათ შორის მათ მომხრეთა აბსოლუტურ უმრავლესობას პერსონალურ დარტყმად მიაჩნია და პერსონალურ ესე ვთქვათ კრიტიკად მიაჩნია თუ კი საერთაშორისო სივრცეში ან სახელმწიფოს შიგნით ვიღაც დგება და ამბობს რომ იცით რა სახელმწიფო ინტერესები მოდი წინ უფრო მეტად წამოწიე ვიდრე ერთი ადამიანის კერძო ინტერესებია და ამაზე შფოთავს ძალიან ბევრი და ამბობს ეს როგორ იკადრეთ ანუ გონია ქართულისების ზოგიერთ მხარდაჭერს რომ თუ კი ადამიანთა უმეტესობა მოქალაქეთა უმეტესობა ამ ქვეყანაში ითხოვს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დაცვას
და თუ გითხოს რომ მოდი რა კერძო ინტერესები გვერდზე გავწიეთ, ეს ყველაფერი გონიათ რომ მათზე შეტევაა, ეს გონიათ რომ მათ ეხებათ უშუალოდ არა. მე მინდა შევახსენო რომ სახელმწიფო თუ კი ავტოკრატიულ ესე ვთქვათ რელსებზე დარჩა, ეს შეეხება ყველას. შეეხება როგორც ქართულოსნების მომხრეს, ისე მის მოწინააღმდეგეს. იმიტომ რომ ეს ამ სახელმწიფოს მოქალაქეები ყველანი ერთ ნავში შედვართ და სანქციები და დასავლეთიდან ჩამოშორება შეეხება ყველას. ანუ მე იმასაც მინდა ხაზი გაუსვა რომ საქართველოში ეს ყველაფერი რაც კეთდებოდა ეს იქნებოდა გზების ამბავი თუ ეს იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობა თუ ეს იქნება სამხედრო ძალების გადამზადება ეს ყველაფერი ხდებოდა დასავლეთთან ერთად. ეს ხდებოდა ჩვენ პარტნიორებთან ერთად. და დღეს თუ ეს ყველაფერი შეწყდა რა ამ ყველაფერს რუსეთი გააკეთებს და ჩინეთი იმიტომ რომ თავის თვითონ ინტერესები აქვს ამის არა. რუსეთს და ჩინეთს ამის ინტერესი არ გააჩნია პირიქით. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესი არის რომ ამ ქვეყანაში ხალხი იყოს უკიდურესად მშიერი, უკიდურესად დასუსტებული, გამოფიტული და ბოლომდე დაბმული ყავდეს იმ ძალიან მცირე ესე ვთქვათ ბჭყალებში დახმარებას, რომელიც შეიძლება ჩინეთმა სესხების სახით გასცეს მხოლოდ და მხოლოდ თავის აი ასეთი ტიპის სახელმწიფოებზე. ამიტომაც მე იმის თქვა მინდა რომ თუ კი სახელმწიფო ინტერესები დაზარალდა, ან მეტის დაიღუპა საერთოდ, ხო, ამით საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ისარგებლებს, ამით დაზარალდება ყოველი მათგანი და თუ კი ამაში ვინმე ისარგებლებს მართლაც, შეიძლება იყოს რამდენიმე პოლიტიკური ესე ვთქვათ ძალა, რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ამ პოლიტიკურ ვერტიკალში სრულიად მორღვეული და სრულიად აცდენილი კავშირი საკუთარ მოსახლეობასთან. იმიტომ რომ ყველა ავტოკრატიული რეჟიმის ხელწელა ერთნაირია. ყველას ის საერთოდ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, შენ აზერბაიჯანში ნახავ, რუსეთში თუ სხვა ქვეყანაში, თუ ირანში. ყველა მათგანი ცდილობს რომ რა თქმა უნდა დაიცვას საკუთარი კერძო ვიწრო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესები მოარგოს მის ინტერესებზე. ანუ გამოდის რომ მოქალაქეებს კი აღარ აქვთ მერე არჩევანი თუ რა სურთ მათ, თუ როგორი ქვეყნის ხილვა სურთ მათ, არა. ეს არის ვიწრო რამდენიმე ადამიანის ინტერესი, რომელსაც სურს რომ ან ამბიცია აქვს რომ შექმნას იმპერია, ან ამბიცია აქვს რომ უკიდურესად დაამშიოს საკუთარი მოსახლეობა და თვითონ იყოს კარგად. და საბოლოო ჯამში მართლა მივიღებთ იმ რეალობას, რომელიც აგერ სეთურის ეპიზოდში ქონდა ძალიან ნათლად წარმოდგენილი თათათუთაშხიაში, ხო? სადაც არქიპო სეთური, რომელიც მართავს თავის გაჭირებულ და უკიდურესად გაჩაჩანაკებულ საზოგადოებას რკინის ხელით. აი ეს არის ავტოკრატიის ყველაზე ნათელი გამოხატულება ჩვენს ესე ვთქვათ ნაშრომსა ლიტერატურაში თუ ფოლკლორში თუ ტელევიზიაში, ხო? ამიტომაც არის რომ როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ქვეყანის ესე ვთქვათ ბედზე დემოკრატია დიდი ხანი დაცინული იყო ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, რომ ვიღაცების დემოკრატია დასცინეს და მასტრა დაიგდეს, მაგრამ შეგახსენებთ რა, ავტოკრატია არის სრულად უსამართლო სისტემა, სადაც ადამიანების სამართალს ვერ პოულობენ. და როგორც არისტოტელე ამბობს, ადამიანი თავის ყველაზე მანკიერ უნარებს და ყველაზე მანკიერ თვისებებს სწორედ უსამართლო სისტემაში ანახებს. სადაც ადამიანების ჩაგვრა შეიძლება, სადაც პასუხისმგებლობას არავინ არაფერზე არ თხოვს, სადაც ადამიანების ძარცვა შეიძლება, ხო? და ლეგიტიმურად გაგდარცვავენ, იმიტომ რომ ვიღაცები, ვისაც ამის უნარი აქვთ, ძალაუფლება აქვთ და პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობენ, შეუძლიათ რომ რაღაც კანონი შეიმუშაონ და შემდეგ ესე ვთქვათ გაგძარცვონ შენ. ამიტომაც არის ეს სახელმწიფოს მიტაცება და ბოლოს ერთი რამესაც მინდა შევაჯამო ეს ყველაფერი რომ შეგახსენებთ რომ საქართველოში საჯარო სამსახური არასდროს არ ყოფილა, არც ერთი საჯარო უწყება, არც პოლიციური, არც ჯარი, არაფერი არ ყოფილა პოლიტიკური ინსტიტუცია. ეს არის საჯარო ინსტიტუცია. ანუ იქ არ აქვს მნიშვნელობა შენ პოლიტიკურ გემოვნებას როგორი არის, შენ თუ იყავი საჯარო მოხელე, შენ უნდა გემსახურა ყველასათვის განურჩევლად მათი პოლიტიკური გემოვნებისა. მაგრამ დღესაც ხდება. ეს არის საჯარო უწყების და პოლიციური უწყების პოლიტიზაცია. ანუ გამოდის რომ შენ თუ ქართული ოცნების მომხრე არ იქნები და შენ თუ სახელმწიფო მოგინდება რომ ევროპისკენ წავიდეს, შენ იქნები მტერი, შენ იქნები მოწინააღმდეგე და შენ გამოგაგდებენ სამსახურიდან. ანუ ამისკენ მიდის რეალურად საქართველოს, ამის მიღებას ცდილობენ, ამის დამკვიდრებას ცდილობს ქართული ოცნება დღეს, ხო? და ეს რეალობა უკვე მის მანიშნებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უკვე სახელმწიფო ინტერესებზე კი აღარ დგას. ეს დგას უკვე მიტაცებული ძალების მხრიდან დადგენილი ინტერესებზე, რაც რა თქმა უნდა ვიმეორებ კიდევ ერთხელ და შამით შევაჯამებ. რადგან ყველა ერთ ნავში შედვართ ამ სახელმწიფოში, ყველა მოქალაქე, მაშასადამე ყველა შეგვეხება. კიდევ ერთ განცხადებაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ალიევის განცხადებას ნახავდით აზერბაიჯანის პრეზიდენტის რუსულ მედიასთან, რიასთან ინტერვიუში აღნიშნა და მან დაინახა კვალი საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში მიმდინარე პროცესებში. რას ემსახურება და რატომ ჩათვალა ალიევმა გაეკეთებინა ეს განცხადება ამ პერიოდში ახლა და ზოგადად რა გზავნილია მისი მხრიდან ეს ბატონ გიორგი?
შეგახსენებთ, რომ წელს მოხდა ის შემთხვევა, როდესაც პოლინეზიაში, ანუ ოკეანიაში არსებულ ფრანგულ, ესე ვთქვათ, ტერიტორიებზე, მათ შორის აზერბაიჯანის მხრიდან იყო ერთგვარი ღია მხარდაჭერა სეპარაციის და ფრანგული გავლენების შესუსტების და საფრანგეთის დასუსტების, ამ პოლინეზიაზე მაქვს საუბარი. უკიდურესად დაშორებულ 10,000-ობით კილომეტრი დაშორებულ ტერიტორიაზე მაქვს საუბარი. და აი სწორედ აქ ცდილობდა, ესე ვთქვათ, ანტიფრანგული ღონისძიებების განხორციელებას, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ფიქრობს, რომ მისი სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგე დღეს არის საფრანგეთიო და შესაბამისად ყველაფერს ცდილობს, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ გააკეთოს. და როდესაც ხედავს, რომ ამ შემთხვევაში ევროპის ერთ-ერთი გამომხატველი შეიძლება იყოს საფრანგეთი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გამომხატველი შეიძლება იყოს საფრანგეთი და მით უმეტეს ის სპეციალური და ის გრძნობიარე კავშირები, რომელიც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს საფრანგეთთან მიმართებით, ძალიან გამაღიზიანებლად, ესე ვთქვათ, ჩანს და ჟღერს აზერბაიჯანისათვის, ამიტომაც ის არ უშვებს შანსს ხელიდან, რომ როგორმე დაუპირისპირდეს საფრანგეთს და ამ დაპირისპირებაში გახვიოს მათ შორის საქართველოს. ამიტომაც არის ძალიან საინტერესო, რომ რა თქმა უნდა რეგიონული ძალები თავიანთ ინტერესებს გაატარებენ და ალიევი მოქმედებს საკუთარი ამ ძალიან ესეთი ფრთხილი ინტერესიდან გამომდინარე, რომ მისთვის საფრანგეთის რეგიონიდან განდევნა არის საფრანგეთის და ევროპის ზოგადად განდევნა, ნიშნავს, რომ რეგიონში მას მიეცემა კარტ ბლანში მათ შორის პირველ რიგში რუსეთთან ერთად, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ თუ კი წლების განმავლობაში აზერბაიჯანი იყო მეტწილად ანტირუსულად განწყობილი, წლების განმავლობაში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2020 წლის შემდეგ, დინამიურად შეიცვალა სიტუაცია. მთლიანობაში შეიცვალა სიტუაცია და აზერბაიჯანი თანდათან გადაეწყო, ესე ვთქვათ, რუსეთისადმი უფრო პოზიტიურ რელსებზე და უფრო პოზიტიური ტერმინებით დაიწყო რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე ამ ხნის განმავლობაში არსებობდა. დღეს პრაქტიკულად აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე მაქვს საუბარი, არსებობს ერთგვარი, როგორ ვთქვათ, მობიერი და შეიძლება ვთქვათ უფრო მეტის ლოიალური განწყობა რუსეთის ინტერესებთან მიმართებით, რაც რეგიონს მთლიანობაში საფრთხეს უქმნის, ხო? და აი ამ სურათის გათვალისწინებას თუ ჩვენ წარმოვიდგენთ და დავინახავთ, მაშინ რა თქმა უნდა უფრო ნათელი ხდება, რომ რაც უფრო შორს იქნება ევროპა, ესე ვთქვათ, რეგიონიდან, აზერბაიჯანი უფრო მეტად, ესე ვთქვათ, თავისუფლად იმოქმედებს რეგიონში და მათ შორის, ესე ვთქვათ, როგორც არ უნდა გსურდეს, როგორც სულადაც არ უნდა შეერდეს, ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესების უფრო მეტად იქნება წარმოქმნილი და გამარჯვებული. კი ბატონო, ჩვენი მაყურებლისთვის და რადიო მსმენელისთვის მე ზუსტ ციტირებას მოვახდენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, რომელმაც ინტერვიუ მისცა რუსულ მედიას რიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე არეულობაშიც კი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ხელიურევია. კარგია, რომ ახლა სიტუაცია საქართველოში სტაბილურობისკენ მიდის და კვლავ ხედავთ, რომ მაკრონს ყურები გამოუჩნდა, ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ისვენებს, აუცილებლად უნდა შეძვრეს საქართველოშიც, განაცხადა ალიევმა. ბატონ გიორგი, ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის, მინდა საერთაშორისო პარტნიორების რეაქციაზე, განცხადებებზე მკითხოთ, რამდენად შეესაბამება განცხადებები გადაწყვეტილებებს, ერთ-ერთი ბოლო არის დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა ნაირად ფასდება, ზოგი ამბობს, რომ ეს არის სიმბოლური ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, ზოგი უფრო მკაცრად აფასებს, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეს არამეგობრული გადაწყვეტილებაა. თქვენ როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას და ფიქრობთ, რომ შემდგომი ეტაპი უფრო მკაცრი იქნება თუ არა და აქვე მინდა დაგისვათ კითხვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, მეთიუ მილერის განცხადებებით გვახსოვს, რომ დამატებით ზომებსაც მივმართავთო, ამის პარალელურად ხელისუფლება არის მოლოდინში, დადებით მოლოდინში 20 იანვრის შემდეგ, აქ არის საუბარი, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ერთგვარად ელოდება ირაკლი კობახიძემ არაერთი განცხადება გააკეთა აღნიშნულთან, რომ გარკვეულწილად დადებითისკენ მოხდება გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობების. გითხარით ამ ყველაფერზე თქვენი აზრი. ხო, დონალდ ტრამპის მოლოდინი კიდევ ერთხელ მეორე ფარისხი მილის მომგვრელი, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ჰელსინკის კომისია სწორედ რესპუბლიკელებისგან შედგება და შესაბამისად აქ ნაკლებად სავარაუდოა რომ რაღაც ვიხილოთ პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რატომ უნდა უჭერდეს იმ ძალას საქართველოში მხარს, რომელიც
ანტიამერიკული, ანტიდასავლური და მეტიც ანტიქართული პოლიტიკის გამტარებელია. ნაკლებად სავარაუდოა პროჩინულ და პრორუსულ ძალას საქართველოში მხარი დაუჭიროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო? უფრო მეტად მე მგონია, რომ მოქმედ ხელისუფლებას, მოქმედ ესე თქვა თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას საქართველოში იმის იმედი აქვს, რომ უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებას აღარ დაუთმობს საქართველოს და ყურადღებას აღარ დაუთმობს დემოკრატიულ პროცესების ესე თქვა შემცირებას საქართველოში. ამიტომაც არის რომ მათი მოლოდინი ეს არის რომ უბრალოდ ამერიკა რეგიონს მე-100 ხარისხოვანად წარმოადგენს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ უკრაინაზე მეტი სტრატეგიული მნიშვნელობაც კი აქვს საქართველოს აი ამ მოცემულ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც Აზია-ევროპის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფრად შეიძლება იყოს წარმოდგენილი. ეს ერთი. მეორე, ჩემთვის ასევე ძალიან უცნაურია და სასაცილო და ჭყიშ-ჭყიშ, როდესაც საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება საკუთარ თავს საქართველოსთან აიგივებს და ამბობს, რომ ეს არამეგობრული ჟესტია საქართველოსთან მიმართებით. არა, მეგობრებო, ეს არის შეიძლება თქვა არა ძალიან ესე თქვა დამაჯერებელი ჟესტი უშუალოდ საქართველოს ამ პოლიტიკური ძალასთან მიმართებით, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოსთან და სირცხვილია, როდესაც ისინი საკუთარ თავს საქართველოსთან აიგივებენ. რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან? საქართველოსთან შეიძლება გაიგივოს ესე თქვა თავი, მხოლოდ იმ ძალამ, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ახორციელებს და არა იმ ძალამ, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან, ხო? და მესამე და ერთ-ერთი უმთავრესი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთი მოქმედებს ნელა. ამის პრობლემა და ამის მიზეზი არის ის, რომ დასავლეთში არის ძალიან დიდი ბიუროკრატიული მექანიზმი, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს ობიექტურად მისი მთავარი პრობლემაა. ან თუ კი დასავლეთს დღეს რამე პრობლემა გააჩნია, არის ის, რომ ის სწრაფად ვერ მოქმედებს და სწრაფად და როგორ ვთქვათ, სწრაფად და ამასთანავე ადეკვატურად მოკლე ვადაში ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც არის ხოლმე მის სამეზობლოში თუ მის შიგნით. ამის ნათელი მაგალითი არის აგერ უნგრული თავის ტკივილი, რომელიც ევროპას ტროასხენივით აქვს გაჩხერილი, ესე ვთქვათ, ბოლო ლამის ერთი დეკადაა, ხო? ან უნგრულ პოლიტიკას ემაქვს საუბარი და ისიც კი ვერ მოუგვარებია ჯერჯერობით, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალი არის ამ ყველაფერში. რომ თუ კი დასავლური მანქანა გადაეწყო მართლაც ამ სანქციების რეჟიმში და გადაეწყო იმ რეჟიმში, რომ ესე ვთქვათ, მთლიანობაში გაატაროს საკუთარი ინტერესები, რომელიმე მეტოქე ძალასთან მიმართებით, მაშინ უკვე ნიშნავს, რომ სისტემა უკვე ამუშავდება ყველაფერზე. რასაც ახლა ჩვენ ვადერმე თვალს არის აი სწორედ ამ ბიუროკრატიული მექანიზმის გადაწყობას, ნელ გადაწყობას, სწორედაც იმ ავტოკრატიული ძალის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებული არის არა მხოლოდ საქართველოში და უნგრეთში, არამედ მრავალ ისეთ სახელმწიფოში, რომელიც დასავლეთის ყოფილ მოკავშირედ იყო წარმოდგენილი, ან შეიძლება პოტენციურ მოკავშირედ ყოფილიყო. სწორედ აი ამ სივრცული იდეის გათვალისწინებით შეგვიძლია ერთ რამეს დავასკვნათ, რომ საქართველო არ არის არც აზერბაიჯანი და საქართველო არ გახლავთ არც ვენესუელა. საქართველოს მოსახლეობას აქვს სხვა გამოცდილება, სხვა ინტერესები, სხვა თვისებრივად სხვანაირი მენტალობის მოსახლეობა და საზოგადოება სხვანაირია საქართველოში, რომელიც მეტწილად დაკავშირებული იყო ყოველთვის დასავლეთთან, დაკავშირებული იყო დასავლურ ცივილიზაციასთან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ავტოკრატიამ გაიმარჯვოს მარტივად, მით უფრო რომ უშუალოდ საბჭოთა ტერორისა და საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი ვერ მოხდა ეს, ესე ვთქვათ, მიუხედავად ამდენი დახვრებისა, მიუხედავად ამდენი მკვლელობისა, ნეგატიური გადარჩევისა, ხო? ანუ კარგ ადამიანებს კლავდნენ და ცუდს ტოვებდნენ 30-იან და 20-იან წლებში, ვინც კი ღირსეული იყო, ხო? მიუხედავად ამ პროცესისა, მაინც გადარჩა საქართველოში ეს ნაციონალური იდენტობა. იმიტომ რომ თვისებრივად ეს ერთგვარი თხრობა თუ ვინ ხარ შენ და ეს გადმოცემა თუ ვინ ხარ შენ, ეს ამ ყველაფერმა იმუშავა და შეინარჩუნა და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან რთული იქნება გადაიყვანო ეს ქვეყანა აზიურ და მეტიც ავტოკრატიულ რელსებზე, რომელიც ესე ვთქვათ, მთავარი ბრილიანტი შეგვიძლია ვთქვათ არის რუსეთი, ჩინეთი და ირანი. მე ვფიქრობ, რომ ეს ელემენტარულად თვით გადარჩენის ინსტინქტთანაც არის დაკავშირებული, ხო? საქართველო ახლა იმ რეგიონში იმყოფება, სადაც ვიმეორებ, თუ შენ მარტო დარჩები რუსეთთან და ირანთან და ავტოკრატიულ ძალებთან, მაღალი ალბათობით შენი სუვერენიტეტი კიდევ უფრო მეტად დასუსტება და საფრთხე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კი ბატონო და აი პრაქტიკულად ერთი წინადადებით რომ მითხრათ, ბატონო გიორგი, რა არის ის, რამაც შეიძლება ხელისუფლებას მიაღებინოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ხელახალი არჩევნები? სანქციები ქვეყნის გარეთ და გაფიცვები ქვეყნის შიგნით. ალბათ ეს არის მასობრივი დემონსტრაციები ქვეყნის შიგნით, რომელიც მშვიდობიან ფორმაში ახლა გრძელდება და ასევე სანქციები ქვეყნის გარეთ. ეს არის ალბათ ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ამ ყველაფრის ჯანსაღი დასასრულისა და იმ დასასრულის, რომელიც ყველასათვის შეიძლება იყოს სასურველი. და ამის რეალურ პოტენციალს ხედავთ?
თუ კი საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, სურს რომ იცხოვროს დემოკრატიაში და ასევე დასავლეთ სურს რომ კავკასიაში ყავდეს ყველა მოკავშირე, მაშინ ეს ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს. კი ბატონო, მადლობა ბატონ გიორგი თქვენი დროისთვის. მე რადიო მსმენელს შევახსენებ ჩვენს კითხვებს გიორგი კობერიძე პოლიტოლოგი პასუხობდა. დიდი მადლობა.